მოგესალმებით მეგობრებო, მე არჩილ მაისურაძე ვარ. გავაგრძელოთ ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობა ხეტიალი. როგორც წესი, როდესაც სადმე მივდივარ ხოლმე, ყოველთვის წინასწარ გეგმავ ხოლმე, თუ რა უნდა ვნახო, სად არის ესა თუ ის ადგილი, ლოკალიზაციას გებულობ ხოლმე წინასწარ აუცილებლად. სად მივდივარ, რამდენი მდინარე მექნება გადასალახი, რელიეფი, ანუ აღმართი, დაღმართი, ამ ყველაფერს გებულობ ხოლმე. დღეს კი გადავწყვიტე ისე წამოვიდე ყოველგვარი ლოკალიზაციის ცოდნის გარეშე, აი ესე მინდა რომ მოძებნო ეკლესიები. ამჟამად ვიმყოფები სოფელ ასკილაურში, ეს სოფელი არის თბილისი, გომბორი, თელავის გზატკეცილზე. აქ სიახლოვეს სოფელ გომბორის სიახლოვეს და უბრალოდ ვიცი რომ აი სოფელ ასკილაურის მიდამოებში არის ეკლესიები და უბრალოდ უნდა წამოვიდე ესე მოვძებნო რა. ეს უნდა ვიარო ტყეში და უნდა ვნახო. ვნახოთ აქედან რა გამოვა, ამ ხრივაც გამოვცდი ჩემს თავს. ვნახოთ, წავიდეთ. ერთად ვიმოგზაუროთ და ერთად აღმოვაჩინოთ უცნობი ეკლესიები. აი ეს პირველი რასაც მივაგენით სოფლიდან დაახლოებით 9 კილომეტრში ჩრდილოეთით არის გორაკზე ეს მცირე დარბაზული ეკლესია. რიყის ქვით ნაგები გვიანდელი ტაძარი უნდა იყოს. ესეთი პატარა მშვენიერი ეკლესიაა ტყეში მეგობრებო. არა, რიყის ქვა არ არის. ხო, არა, რიყის ქვაც ურევია, თუმცა ნატეხი ქვა ჭარბობს. კარგი, წავიდეთ, სხვებიც მოვძებნოთ. მარტო არა ვარ ამ ხეტიალისას, ჩემთან ერთად არიან ირაკლი და გიორგი. საბედნიეროდ. ერთი ეკლესია ვნახეთ, მივაგენით. ეხლა მივემართებით შემდეგ გორაზე, სადაც ეჭვი გვაქვს რომ იქნება კიდევ რამე. აბა ვნახოთ. აბა ხო არ გიჭირთ ბიჭებო? ძალიან გაუვალ ტყეში აღმოვჩდით. სად წავიდეთ არ ვიცით. აი ესეთი ტყეა რა. თითქოს ბილიკი იწყება, მაგრამ მე უცბად იკარგება. მე თითქოს ისევ გამოჩნდება, მაგრამ ძირითადად დაკარგულია ესე. პრინციპში რა გათვლაც მქონდა ისე დავდივარ რა. პირდაპირ მნიშვნელობით დავხეტიალობ გაუვალ ტყეში. იმედია იქ სადაც მაქვს ეჭვი რამე იქნება. აი ესე ერთ ადგილას ვართ ახლა მოსული. რაღაც მთაზე ამოვედით, მაგრამ აქ სამწუხაროდ არაფერი ჩანს. ამჯერად არ გაგვიმართლა. აი ეს რაღაცა გზაზე გამოვედით. მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ, არ ვიცით. შენ რას ფიქრობ? პრინციპში პირდაპირაც არის რაღაც. დავიდეთ მარცხნივ.
მოკლედ ჩვენი ექსპედიციის ერთი წევრი თქო მოდარჩა ფეხსაცმლის პრობლემის გამო და ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ეს გამოვედით. ზად მეგობრებო, აი ესეთი ვაშლი შევხვდა. თუმცა უკვე გაველურებულია. ნახეთ რა მხელა ეკლები აქვს. აქ სავარაუდოდ ეს ვაშლი არ საიდან არ მოვიდოდა, ესე იგი აქ რაღაცა იყო რაიმე ნასოფლარი. ესე ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ვიარეთ, სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ეკლესია. ნახეთ. ეხლა აქედან გომბურში უნდა გადავიდეთ, სოფელ გომბურში. ნახოთ იქ ერთი ეკლესია მეგულება, სამწუხაროდ ადგილმდებარეობა მისიც არ ვიცი, თუმცა უნდა მოვძებნოთ. მედი არ ჩასწრება. მაგარია. მოკლედ გომბურისკენ სიარუმლა ნაყოფი გამოიღო და კიდევ ერთი ძეგლი ვნახეთ. მოსახლეობა ადგილის დედასიძახის. აი ნახეთ. ესეთი მაღალი ნაგებობა. აი აქვე ახლოს მდებარეობს ნაეკლესიარი. აშკარად ეკლესია იქნებოდა აქ. აი რა დაბალზეა შემორჩენილი, ხედავთ კედლები. ფაქტიურად მიწის დონეზეა დანგრეული. თუმცა აი კედლების მიმართულებით დაწყობით აშკარად ემჩნევა, რომ აქ იყო ეკლესია. უბრალოდ სამწუხაროდ თითქმის მთლიანად დანგრეულია. მოკლედ რო შევაჯამოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი ექსპერიმენტი ნაწილობრივ გაამართლა, უბრალოდ ძალიან ბევრი ვიარეთ. ასე ცოტა ძეგლი ერთ გასვლაზე არასოდეს არ მინახავს. ბევრს ვნახულობ ხოლმე 5 მაინც მეცაც. ვიარეთ, უბრალოდ ვიარეთ იქ, სადაც არ ვიცოდით თუ რამე იყო. მაგრამ რაღაც თავისი დადებითი ქონა, ბუნებაში ვისეირნეთ. კარგი იყო მოკლედ. გავიცანით უფრო.
ახლოს ეს ადგილები. დღეისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.